Pentagon-მა ახლახან გამოაქვეყნა თავისი პირველი UFO-ს მასალები, რომლებიც მოიცავს 160-ზე მეტ დოკუმენტს და აქამდე არ ნახულ ვიდეოებს აუხსნელი საჰაერო მოვლენების შესახებ. და ზოგიერთი ვიდეო მასალა მართლაც რთულად ასახსნელად გამოიყურება. ნომერი 16. ვიწყებთ ერთ-ერთი ყველაზე მოკლე ვიდეო თითელ მასალაში, რომელიც მხოლოდ 5 წამი გრძელდება. თუ თვალს დაახამხამებ, გამოტოვებ მუქი სიგარის ფორმის ობიექტს, რომელიც კადრში მარცხნიდან მარჯვნივ სწრაფად გადაადგილდება. Pentagon-ის ავწერის მიხედვით, ეს ვიდეო გადაღებულია ინფრაწითელი სენსორით ASHS-ს სამხედრო პლატფორმაზე 2022 წლის მაისში. ის გადაეცა ყველა სფეროში ანომალიების მოგვარების ოფისს, ანუ AARO-ს, ASHS-ს ცენტრალური სადლობის მიერ, თანდართული ანგარიშით, რომელშიც ვარაუდობდნენ, რომ ეს შესაძლოა რაკეტა ყოფილიყო. როდესაც ვიდეოს ნელა აჩვენებენ, ეს ახსნა მართლაც ლოგიკურად ჟღერს. ფორმა გრძელია და ვიწრო, ძალიან გავს რაკეტას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ის ახლო აღმოსავლეთშია გადაღებული. ამავე დროს, UFO-ის მომხრეები აღნიშნავენ, რომ სამხედროები ჩვეულებრივ ასეთ ვიდეოებს აროში არ აგზავნიან, თუ ობიექტის იდენტიფიცირებაში მაინც გარკვეული გაურკვევლობა არ არსებობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ფაქტი, რომ ეს ვიდეო საერთოდ მონიშნეს, მიუთითებს, რომ ობიექტი მაშინვე და სრული დარწმუნებით არ იქნა ამოცნობილი. ასე რომ არსებობს შანსი, რომ ეს შეიძლება სხვა რამ ყოფილიყო. ნომერი 15. შემდეგი ვიდეო სულ რაღაც 1 წუთზე ოდნავ მეტხანს გრძელდება. ისიც ASHS-ის ცენტრალური სარდლობის მიერაა გადაღებული 2020 წლის რომელიღაც მომენტში და გადაეგზავნა AARO-ს. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველმა რეპორტერმა ვიდეოში რედაქტირება შეიტანა და კადრი 10 წამზე შეაჩერა. მან ასევე დაამატა შენიშვნა, სადაც ხაზგასმულია თეთრი სფეროს სახით ჩარჩოს ზედანაწილში არსებული მცირე თერმული კვალი. ამასთან ერთად ვიდეოში სხვა ცვლილებები არ განხორციელებულა. შეჩერების შემდეგ ვიდეოში ობიექტს მისდევენ, რომელიც თითქოს ნელა და ზიგზაგურად გადაადგილდება ცაში. ზოგჯერ ისქრება ჩარჩოს დაბლოკილ ნაწილებში, ხოლო ოპერატორი ცვლის კონტრასტისა და ზუმის პარამეტრებს. მიუხედავად ამისა, დეტალები მაინც არ ჩანს. ობიექტი უბრალოდ პატარა ნათელი სფეროს გავს, რომელსაც არანაირი გამორჩეული თვისება ან მახასიათებელი არ აქვს. UFO-ს ფაილებში არსებული ვიდეოების უმეტესობა მსგავსია ამ ვიდეოსთან, რომლებიც გადაღებულია კამერებით, რომლებიც არ იყო განკუთვნილი მაღალი გარჩევადობის ჩაწერისთვის. მეორე მხრივ, ისინი, ვინც უსხოპლანეტელების არსებობას უჭერენ მხარს, შეიძლება ამტკიცებდნენ, რომ ეს შეიძლება მართლაც იყოს რაიმე სახის აპარატი სხვა galaktikიდან, მისი უჩვეულო მოძრაობებისა და გაურკვეველი ფორმის გამო. მაგრამ სკეპტიკოსები ასევე მარტივად მიუთითებენ, რომ ეს ამოუცნობი ანომალიური ფენომენი შეიძლება იყოს ყველაფერი ამ ინდის ბუშტიდან დაწყებული, ჰაერში მოფარფატე ნამსხვრევით დამთავრებული, მაგალითად ქარში მოფარფატე საქორწილო ფარნი. ნომერი 14. ბევრი დეკლასიფიცირებული ვიდეო წყლის ზედაპირზეა გადაღებული, ზუსტად ისე, როგორც PR-29. ეს გადაღებულია ომანის ყურეზე 2024 წელს და წარდგენილია AARO-ისთვის, ASHS-ის ჩრდილოეთის სარდლობის მიერ. ეს მოკლე ვიდეოა, სულ რაღაც 21 წამი გრძელდება, მაგრამ მასთან ახლავს ცალკე მისიის ანგარიში, სადაც აღწერილია ობიექტი, რომელსაც ქვედა ნაწილში ვერტიკალური ძელი ან ჯოხი აქვს მიმაგრებული და რომელიც თითქოს წყლის ზედაპირზე ძალიან ახლოს დაფრინავს. ფირი, რომელმაც ანგარიში წარადგინა, ასევე ვარაუდობს, რომ UAP შესაძლოა სინამდვილეში იყოს ანარეკლი რაღაცის, რაც წყლის ზედაპირქვეშ მოძრაობს. ეს ახსნიდა მის სიჩქარესა და ქცევას. თავად პენტაგონი ანომალიას აღწერს როგორც შებრუნებულ ცრემლის წვეთს, რომელიც ვიდეოს განმავლობაში ძირითადად სენსორის ხედვის ველში ცენტრში რჩება. ის მოძრაობს სუფთა, სწორი ხაზით კადრში, ხოლო მისი ძირიდან აშკარად ჩანს ღეროს მსგავსი გაგრძელება. ამოუცნობი ობიექტების ენთუზიასტები ამტკიცებენ, რომ ეს შეიძლება იყოს ეგრეთ წოდებული მედუზას ტიპის ამოუცნობი ობიექტის მაგალითი. წარსულშიც დაფიქსირებულა ამ ტიპის ამოუცნობი საფრენი აპარატების სხვა შემთხვევები. თუმცა სკეპტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს უფრო სავარაუდოდ ბუშტია ან რამდენიმე ერთმანეთზე მიბმული ბუშტი. ისინი ამატებენ, რომ ობიექტი მხოლოდ იმიტომ ჩანს ასე სწრაფად მოძრავი, რომ ვიდეო ასეა გადაღებული, რაც ქმნის კარგად დოკუმენტირებულ ვიზუალურ ფენომენს, რომელსაც პარალაქსის ეფექტი ეწოდება და შეუძლია შეცვალოს ჩვენი აღქმა და ინტერპრეტაცია მოძრავი გამოსახულებების. თქვენ რას ფიქრობთ? 13 ნომერი. შემდეგი ვიდეო ჩრდილოეთ ამერიკაშია გადაღებული და ის არმიის დეპარტამენტმა წარმოადგინა. ის თითქმის 2 წუთის სიგრძისაა და ერთ-ერთი ყველაზე ახალი ფაილია, რადგან 2026 წელსაა გადაღებული. საწყის კადრებში კამერა ფოკუსირებულია რაღაც ობიექტზე, რომელიც დრონს გავს. მოულოდნელად თეთრი სითბოს კვალი ეკრანზე მარჯვნიდან მარცხნივ სწრაფად გადადის. კამერა სწრაფად გადაეცვობა და ცდილობს დააფიქსიროს ანომალია. ამ პროცესში ხედვის არესაც არეგულირებს. ამ მომენტში ეკრანზე ორი განსხვავებული სითბოს მსგავსი სფერო ჩნდება, რომლებიც როგორც ჩანს, ერთ სხეულზეა დაკავშირებული და სინქრონულად მოძრაობენ. თითქმის 2 წუთის განმავლობაში კამერა ადევნებს თვალს ანომალიას, ზუმს ზრდის და ამცირებს, რის გამოც სფეროების ზომაში იცვლებიან, როცა პერსპექტივა იცვლება. ანალიტიკოსებმა, რომლებიც კადრებს სწავლობენ, შენიშნეს, რომ ობიექტს უკან თითქოს რაღაც გამონაბოლქვის კვალი მოჰყვება. ეს შეიძლება ანომალიის ნამდვილი იდენტობის მინიშნება იყოს. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ეს რაღაც ტიპის თვითმფრინავია, რომელიც უკან ხილულ კვალს ტოვებს. თუმცა შემდეგი ვიდეო ასე ერთმნიშვნელოვნად ვერ პასუხობს კითხვებს.
ნომერი 12. 5 წუთზე მეტ ხანს გაგრძელებით. PR-44 უფრო გრძელია, ვიდრე პენტაგონის მიერ გამოქვეყნებული სხვა ვიდეოების უმეტესობა. ის ASS-ის ცენტრალური სარდლობის მიერ იქნა წარდგენილი და 2020 წელს არაბეთის ყურეში უცნობ ადგილასაა გადაღებული. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინციდენტის შესახებ არც ზეპირი და არც წერილობითი აღწერა არ არსებობს, პენტაგონმა დეტალური კომენტარი მიაწოდა. პირველი 30 წამი საკმაოდ უინტერესოა, მაგრამ ამის შემდეგ გამოჩნდება უცნობი ობიექტი. შემდეგ კამერა დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში ადევნებს თვალს ანომალიას, ინარჩუნებს მადრის ცენტრში და ამავე დროს არეგულირებს როგორც კონტრასტს, ასევე ზუმის დონეს. ბოლოს კამერა წვეთს UAP-ის 12-ს და ის ტოვებს კადრს. ვიდეოს ხანგრძლივობამ ყურადღება მიიპყრო, რადგან ზოგიერთი ანალიტიკოსი ამტკიცებს, რომ ასე დიდ ხანს არ დააკვირდებოდნენ მას, თუ ოპერატორს არ ეგონა, რომ ეს მართლაც უჩვეულო იყო, ან დაკვირვება ტყივდა. სხვები აღნიშნავენ, რომ ზუმისა და კონტრასტის კორექტირების შემთხვევაშიც კი ვიდეო მასალა არასდროს ხდება მკვეთრი. ის უბრალოდ ბუნდოვან თეთრ სფეროდ რჩება, რაც ბევრ ადგილს ტოვებს უფრო ჩვეულებრივი ახსნებისთვის, როგორიცაა დრონი ან ბუშტი. ნომერი 11. შემდეგ მოდით გადავხედოთ იმას, რასაც პენტაგონი PR-36 წუთს უწოდებს. ეს კიდევ ერთი გადაუჭრელი UAP-ა, რომელიც 2020 წლის რომელი რაც მომენტში ახლო აღმოსავლეთში ASS-ს სამხედრო პლატფორმაზე დამონტაჟებულმა ინფრაწითელმა სენსორმა დააფიქსირა. ვიდეოს თან ახლდა წერილობითი ანგარიში, რომელშიც საუბარი იყო მყარ თეთრ ობიექტზე, რომელიც წყლის ზემოთ არარეგულარულად მოძრაობდა. კადრები ძლიერად არის ცენზურირებული. ეკრანზე დიდი შავი ყუთები ფარავს მოქმედების უმეტეს ნაწილს. თუმცა მაინც შეგვიძლია შევამჩნიოთ რაღაც ანომალია, რომელიც 5 წამის შემდეგ მარცხენა მხრიდან ჩნდება კადრში. ობიექტი პატარა თეთრ კვეცხის ფორმის სფეროს გავს. ოპერატორი კამერის პარამეტრებს ცვლის და როგორც ჩანს, ობიექტს ცოტა ხნით თვალს აცილებს, სანამ ისევ არ დააფიქსირებს მას. თითქმის 2 წუთის განმავლობაში UAP ცაში ნელა მოძრაობს, ხოლო კამერა ცდილობს მას ცენტრში შეინარჩუნოს. მისი სიჩქარისა და მიმართულების განსაზღვრა რთულია, რადგან ოპერატორი მუდმივად ატრიალებს კამერას და არეგულირებს, რომ ობიექტს მიხვეს. ვიდეოს გაგრძელებისას ოპერატორი ახლობს გამოსახულებას, რის შედეგადაც ობიექტი უფრო დიდად ჩანს, სანამ ის კადრის ზედა ნაწილიდან არ გავა და ვიდეო არ დასრულდება. ამოუცნობი მფრინავი ობიექტების მკვლევარები ამბობენ, რომ ფორმა უჩვეულოა, არ ჩანს ფრთები, ფარფლები ან ხილული ძრავა. არაფერია, რაც ტრადიციული საფრენი აპარატის მახასიათებლებს შეესაბამება. სკეპტიკოსები კი აღნიშნავენ, რომ არსებობს შესაძლებლობების გრძელი სია, ბუშტებიდან და ფარნებიდან დაწყებული, სატელიტებით, დრონებითა და სხვა მფრინავი ობიექტებით დამთავრებული, რომლებიც კამერაზე ხშირად უცნაურად ჩანს. მეათე ნომერი. PR-26-ის ჩანაწერი ჩაიწერა 2023 წლის ოქტომბერში, სადაც არაბთა გაერთიანებული საამიროების ტერიტორიაზე. ის შედგება 53 წამის ვიდეო ჩანაწერისგან და ცალკე PDF ფაილისგან, რომელიც ადასტურებს, რომ მისიის დროს დაფიქსირდა UAP-ის გარკვეული ტიპი. ვიდეოში ჩანს პატარა თეთრი ობიექტი, რომელიც სწრაფად მოძრაობს კადრის მარცხენა მხარისკენ, ხოლო კამერა ცდილობს მას დაეწიოს. საბოლოოდ კამერა წყვეტს ობიექტის თვალთვალს და ის სწრაფად ტოვებს კადრს. ანალიტიკოსებმა ვიდეო ჩანაწერი დაამუხრუჭეს და დაახლოვეს, რათა უკეთ დაეთვალიერებინათ. ზოგიერთი მათგანი მას სფეროების მასად აღწერს. სხვა ადამიანები აღნიშნავენ, რომ მას ფრინველის მსგავსი იერი აქვს, მკაფიო ჩანს ფრთის მსგავსი ფორმები და კუდიც კი, რაც განსაკუთრებით კარგად ჩანს დაახლოებისას. შედეგად, ამ კონკრეტულ ვიდეოზე აზრები განსხვავებულია. ზოგი ამბობს, რომ ეს ალბათ ფრინველი, ან თუნდაც ფიქსირებული ფრთის მქონე დრონი იყო. სხვა ადამიანები ამბობენ, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო რაიმე სახის მოწინავე აეროდინამიკური დიზაინის უცხოპლანეტელთა აპარატი, რომელიც ცდილობდა აღმოჩენის თავიდან აცილებას. ნომერი 9. შემდეგ, კიდევ ერთი ძალიან მოკლე ვიდეო. კიდევ ერთი იმ მომენტებიდან, თუ თვალს დაახამხამებ, გამოგეპარება. მაგრამ მაინც ისეთი, რომ ASS-ს სამხედროებმა ჩათვალეს, საინტერესო იყო გასაზიარებლად. თავად ვიდეო, რომელსაც ეწოდება PR-31 და რომელიც სირიაში 2024 წელს არის გადაღებული, აჩვენებს ზემოდან გადაღებულ ხედს რაღაც ნაგებობაზე, რომელიც შეიძლება იყოს საცხოვრებელი სახლი ან შესაძლოა სამხედრო შენობა. ვიდეო მხოლოდ 5 წამის გრძელდება და რეალურად მხოლოდ პირველი წამია მნიშვნელოვანი. მასზე ჩანს უცნაური ვიზუალური ანომალია, რომელიც ეკრანის ზედა ნაწილში არეულად მოძრაობს და შემდეგ თვალთა ხედვიდან ქრება. Pentagon Anomalies მრავალფეროვნად აღწევს, თუმცა თავდაპირველი რეპორტიორი ამტკიცებდა, რომ ეს უფრო არათანაბარი და უცნაური ფორმის თეთრი სინათლის ბურთი იყო. მათ დაამატეს, რომ როდესაც ის გაიარა, წარმოიქმნა სინათლის ბრწყინვალება ან ჰალოს ეფექტი. სკეპტიკოსებმა სწრაფადვე მიიჩნიეს ეს ვიდეო უბრალოდ ობიექტივის ანარეკლად და ეს შეიძლება იყოს ყველაზე ლოგიკური ახსნა იმისა, რაც აქ მოხდა. ამავე დროს ადამიანები ამტკიცებენ, რომ ობიექტივის ანარეკლებს, როგორც წესი, უფრო პროგნოზირებადი მოძრაობის ნიმუში აქვთ. თუმცა ეს კონკრეტული თითოს ზევით და ქვევით მოძრაობს, სანამ კადრს დატოვებს, რაც შეიძლება მიუთითებდეს, რომ აქ რაღაც მეტი ხდება. საინტერესოა, რომ ეს შემთხვევა ასევე დაფიქსირდა პენტაგონის მიერ გამოქვეყნებულ კიდევ 2 ვიდეოში, ფაილებში PR-32 და PR-23. ორივე ვიდეოში ერთი და იგივე ობიექტია ნაჩვენები, მაგრამ სხვადასხვა კუთხიდან. ვიდეოში PR-32 ჩვენ ასევე ვხედავთ უცნაურ ანთების მსგავს ფენომენს, რომელსაც აქვს მოღუნული თითქმის ნათლის რგოლის მსგავსი სხივი. ვიდეოს ზედა ნაწილში, სანამ გაქრება ხედვიდან. ამასობაში PR-33 ანომალიას ზემოდან აჩვენებს.
წამიერად ორი არარეგულარული ნარინჯისფერი ფორმა ჩნდება ფონზე და შემდეგ ისევე სწრაფად ქრება. სკეპტიკოსებისთვის შეიძლება ადვილი იყოს ერთი ვიზუალური ანომალიის ახსნა, მაგრამ სამი სხვადასხვა ვიზუალური ფენომენის დაფიქსირება სამ სხვადასხვა კამერაზე ზუსტად ერთსა და იმავე მომენტში უკვე ცოტა უფრო რთულად ასახსნელია. ზოგიერთი უფოს მოყვარული ამტკიცებს, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ზემსწრაფი აპარატი, რომელიც ამ ტერიტორიაზე სწრაფად გადაადგილდებოდა. მერვე ნომერი. კიდევ ერთი ვიდეო, რომელმაც ინტერნეტში დებატები გამოიწვია, არის ფაილი PR-35, რომელიც უკავშირდება გადაუჭრელ UAP-ის ანგარიშს საბერძნეთიდან 2023 წლის ოქტომბერში. თამქლებ მისიის ანგარიში აღწერილია პატარა და მრგვალი UAP-ის ხილვა, რომელიც ოკეანის ზედაპირთან ახლოს დაფრინავდა. ვიდეოს დაწყებიდან რამდენიმე წამში ვხედავთ ამოუცნობ ობიექტს, რომელიც სწრაფად მოძრაობს, თითქოს პირდაპირ ხაზზე. საინტერესოა, რომ აქ ხედვა ზემოდანაა, ზღვაზე ქვემოთ. კადრში სხვა ობიექტებიც ჩანს, რომლებიც შეიძლება ნავები ან სხვა ტიპის ხომალდები იყოს. თუმცა ანომალია აშკარად ბევრად უფრო სწრაფად მოძრაობს, ვიდრე ნებისმიერი საზღვაო ხომალდი. ის სწრაფად მიემართება სანაპიროსკენ, მაგრამ როდესაც ხედვა წყლიდან ხმელეთზე გადადის, მისი თვალთვალი შეუძლებელი ხდება. ფაილში არსებული რამდენიმე სხვა ჩანაწერი აჩვენებს ობიექტებს, რომლებიც მოულოდნელად ქრებიან ან უჩინარდებიან კადრში. თითქმის ისე, თითქოს უბრალოდ ხედვიდან ქრებიან. კლა, დაბალი ხარისხის ვიდეო ვერ გვაწვდის ანომალიის შესახებ რაიმე მკაფიო დეტალს, ამიტომ რთულია ზუსტად ვიცოდეთ, რას უყურებთ აქ. სკეპტიკოსები ამტკიცებენ, რომ ეს შეიძლება იყოს ადამიანის მიერ შექმნილი, რომელიმე ჩვეულებრივი ობიექტი. ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ენთუზიასტები მის სწრაფ გადაადგილებასა და უცნაურ გაქრობას ხედვიდან ასახელებენ მტკიცებულებად, რომ ეს შეიძლება რაღაცა უფრო მეტი იყოს. ბელმა ასევე აღნიშნა, რომ ეს ობიექტი პირველად წყლის ზემოთ გამოჩნდა, რაც ასევე ახასიათებს სხვა ვიდეოებში დაფიქსირებულ მრავალ ანომალიას. ნომერი 7. კიდევ ერთი საიდუმლო ობიექტი ჩანს ვიდეოში, PR-28, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით 2024 წლის იანვარში საბერძნეთის თავზეა გადაღებული. ეს შედარებით მოკლე ვიდეოა, მაგრამ საკმაოდ საინტერესოა რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში ვიდეოსთან ახლდა ცალკე მისიის ანგარიშის ფაილი, სადაც აღწერილი იყო რაღაც ალმასის ფორმის ობიექტის დანახვა. მათ დაამატეს, რომ ის მოძრაობდა 434 კვანძის, ანუ 500 მილის საათში სიჩქარით. ალბათ ყველაზე საინტერესო ნაწილი იყო ის, რომ ობიექტი მხოლოდ მოკლეტალღოვანი ინფრაწითელი სენსორით, ანუ SWIR-ით იყო აღმოსაჩენი. პირველი 10 წამის განმავლობაში ეკრანი გაყოფილია ელექტროოპტიკურ და სვირ ხედებს შორის. შემდეგ გაყოფილი კადრის ცენტრთან ახლოს ჩნდება სუსტი კონტრასტის მქონე ადგილი. ეკრანი სწრაფად გადადის სრულ SWIR რეჟიმზე, სადაც ჩანს შებრუნებული ცრემლის ფორმა, რომლის ქვემოთაც ვერტიკალურად წაგრძელებული მასა კიდია. ვიდეოს ერთ წუთამდე ოპერატორი ცდილობს ხილული სპექტრის ხედზე გადასვლას, მაგრამ ობიექტი ქრება. როდესაც ისინი SWIR რეჟიმზე ბრუნდებიან, ობიექტის პოვნა ვეღარ შეძლეს. ის პირდაპირ ჰაერში გაუჩინარდა. ზოგი კომენტატორი ამტკიცებს, რომ ეს ობიექტი შეიძლება ბუშტების ერთგვარი ჯგუფი იყოს, მაგრამ ამ თეორიაში ორი აშკარა ნაკლია. პირველ რიგში ანგარიში აღნიშნულია, რომ ეს ობიექტი უკიდურესად სწრაფად მოძრაობდა. მეორეც, ის ფაქტი, რომ ობიექტი მხოლოდ სვირის ეკრანზე გამოჩნდა, მიუთითებს იმაზე, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი ფიზიკური ობიექტი, რომელიც ადვილად შეიძლება შეუიარებელი თვალით დანახვა. ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ენთუზიასტები ამტკიცებენ, რომ ეს შეიძლება იყოს კიდევ ერთი მაგალითი მედუზის სტილის კოსმოსური ხომალდისა. შემდეგ ვიდეო, რომელიც შეიძლება ითქვას ყველაზე მკაფიოდ გვაჩვენებს სავარაუდო მფრინავ თეფშს. მეექვსე, ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ფაილებში გამოქვეყნებული ვიდეოებიდან მხოლოდ ორი არის ჩაწერილი, როგორც ჩრდილოეთ ამერიკაში გადაღებული და PR-45 ერთ-ერთია მათ შორის. ეს კონკრეტული ვიდეო გავრცელებული ინფორმაციით გადაღებულია ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ ნაწილში, სადაც მრავალი ცნობილი შემთხვევაა დაფიქსირებული ისეთ ადგილებში, როგორიცაა ტეხასი, ჯორჯია და ფლორიდა. ეს ვიდეო წარდგენილია საჰაერო ძალების დეპარტამენტის მიერ და მისი ხანგრძლივობა 1 წუთზე ნაკლებია. ვიდეო გადაღებულია 2020 წელს და მასში ჩანს სამიზნის ნიშნული, რომელიც იჭერს იმას, რაც თავდაპირველად სინათლის ბურთს გავს, მსგავსად იმ ობიექტებისა, რომლებიც აქამდე ნანახ სხვა ვიდეოებში იყო. სენსორი ავიწროებს ხედვის არეს და კონტრასტულ ზონაზე ადიდებს გამოსახულებას, რათა უფრო მკაფიოდ დავინახოთ ობიექტი, რომელიც ზომაში და დეტალებში იზრდება. ყველაზე საინტერესო მომენტი ბოლოს მოდის, როცა პატარა თეთრი წერტილი მოულოდნელად ბევრად დიდად ჩნდება, თითქმის ისე, როგორც კლასიკური მფრინავი თეფში, ძველი სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმებიდან. EARO აღნიშნავს, რომ ზომის ეს ცვლილება ყველაზე მეტად უბრალოდ პერსპექტივის შედეგია, რადგან ASHS-ოს პლატფორმა ობიექტს უახლოვდება, ოვდება. ორივე შემთხვევაში ფორმა, რომელსაც ანომალია კადრიდან გასვლამდე ვხედავთ, უცნაურია. ის არ გავს არც ერთ ცნობილ საფრენ-აპარატს და ამან ინტერნეტში ბევრი სპეკულაცია და განხილვა გამოიწვია იმის შესახებ, თუ რა არის სინამდვილეში ეს ობიექტი. მეხუთე, პენტაგონის უმეტესობა ამოუცნობი ობიექტების ფაილების აჩვენებს მხოლოდ პატარა თეთრ სფეროებს ან ბუნდოვან ფორმებს, რომლებიც სწრაფად გადაადგილდებიან კადრში. ბევრ შემთხვევაში ისინი შეიძლება უბრალოდ დრონები, ფრინველები ან ბუშტები იყვნენ, თუმცა ეს ობიექტი ცოტა განსხვავებულია.
ფაილი PR-47 წარადგინა აშშ-ის ინდოწყნარი ოკეანის სარდლობამ და ის 2023 წელს იაპონიის მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული. ვიდეო თითქმის 2 წუთი გრძელდება და მიუხედავად იმისა, რომ მასში ბევრი არაფერი ხდება, ინტერნეტში მაინც დიდი განხილვა გამოიწვია. ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმ უცნაურ ანომალიასთან, რომელიც ვიდეოში ჩანს. პენტაგონი მას აღწერს როგორც სამ განსხვავებულ კონტრასტულ ზონად დაყოფილ ობიექტს, რომლებიც ერთმანეთის მიმართ უცვლელ პოზიციასა და ორიენტაციას ინარჩუნებენ. ვიდეო იწყება ბუნდოვანი ფორმით მანძილზე. რამდენიმე წამში კამერა ადიდებს გამოსახულებას და ანომალიის სრული სახე ჩანს. რაც ერთი ფორმა ეგონა, სინამდვილეში სამი განსხვავებული ნათელი რგოლია, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულად ჩანს. როგორც პენტაგონის აღწერაშია ნათქვამი, ფორმები ერთმანეთთან ფიქსირებულ პოზიციასა და ორიენტაციას ინარჩუნებენ, რაც ნიშნავს, რომ ისინი ერთიანად მოძრაობენ და კამერა გარკვეული დროის განმავლობაში ადევნებს თვალს ანომალიას, სანამ ვიდეო მოულოდნელად არ დასრულდება. მიუხედავად იმისა, რომ სკეპტიკოსებმა ვიდეოების უმეტესობის ახსნა შეძლეს, ამ კონკრეტულისთვის ჯერ არ არსებობს ნათელი და დამაჯერებელი განმარტება. ზოგი ამბობს, რომ რგოლები შეიძლება უბრალოდ ვიზუალური დამახინჯება იყოს, რომელიც თვითმფრინავის ან დრონის განათებამ გამოიწვია. მაგრამ ისინი, ვინც უცხოპლანეტელების არსებობას უჭერენ მხარს, ამტკიცებენ, რომ ამ ანომალიის გამოჩენა მთელი მასალის ერთ-ერთ საუკეთესო მტკიცებულებად მიიჩნევა უცხოპლანეტური სიცოცხლის არსებობისთვის. და როგორც შემდეგი ვიდეოც ამტკიცებს, ეს არ იყო ერთადერთი მაგალითი უცნაური ფორმის ობიექტისა, რომელმაც მაყურებლები საგონებლეს ჩაგლშო. ნომერი 4. შემდეგი ვიდეოც. აშშ-ის ინდოწყნარი ოკეანის სარდლობამ გადაიღო და წარადგინა, ამჯერად აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში, 2024 წელს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მოკლე ვიდეოა ამ ნაკრებში, რომელიც მხოლოდ 10 წამს გრძელდება. ისევ, აქაც საქმე გვაქვს ანომალურ ობიექტთან, რომელიც ვიდეოს განმავლობაში თითქმის არ მოძრაობს, მაგრამ ძალიან უცნაური გარეგნობა აქვს, რის გამოც ანალიტიკოსებს გონივრული ახსნა ვერ უპოვიათ. პენტაგონი ამ ანომალიას ახდენს, როგორც ფეხბურთის ბურთის ფორმის სხეულს, რომელსაც 3 რადიალური გამონაზარდი აქვს. ერთი ვერტიკალურად არის მიმართული, ხოლო 2 ძირითადი მასის მთავარი ღერძის მიმართ 45 გრადუსით ქვემოთ. როგორც ჩანს, არსებობს უფრო დიდი ცენტრალური მასა, რომლის ბაზიდან 2 გამონაზარდი გამოდის, ხოლო კიდევ ერთი ვერტიკალურად ზურგიდან იწევს. ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ანომალია თითქოს ტალღისებრი მოძრაობებით პულსირებს. ზოგიერთმა მას ორგანული ბუნებაც კი მიაწერა. ისინი ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება იყოს გრავიტაციის მომხვევი კოსმოსური ხომოსური ხომალდი, რომელიც თავისი არსებობით ფიზიკის კანონებს თავდაყირა აყენებს. უფრო სკეპტიკური თვალსაზრისით, ეს შეიძლება უბრალოდ პატარა თვითმფრინავი ან დრონი იყოს, რომელიც უცნაური კუთხით არის გადაღებული. ეს ბუნებრივად დაამახინჯებდა ფორმას და უჩვეულოდ გამოიყურებოდა. ამ შემთხვევაში რადიალური გამონაზარდები ალბათ უბრალოდ ფრთებია ან სტაბილიზაციის ფარფლებია და არა რაიმე უჩვეულო ან უცნობი. ისევე როგორც დანარჩენი ვიდეოების შემთხვევაში, შეუძლებელია სრულად დარწმუნდე, რა არის ეს ანომალია სინამდვილეში. აი, ეს არის ის, რაც მას ანომალიად აქცევს. მაგრამ ის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური შესახედაობის მქონე არსებაა, რომელიც კამერაზეა დაფიქსირებული და საზოგადოებისთვის გაზიარებული. CBS News-ის პენტაგონის კორესპონდენტმა ელეონორ უოტსონმაც კი შეიყვანა ეს ვიდეო თავის პირად სიაში, როგორც მთელი მასალის გამოქვეყნების 6 ყველაზე საინტერესო ვიდეოს ერთ-ერთი. მესამე ნომერი. ფაილი PR-34. 2023 წელს აშშ-ის სამხედრო პლატფორმამ დააფიქსირა სადღაც საბერძნეთის მიმდებარედ. ის Eros გადაეცა აშშ-ის ცენტრალური სარდლობების მიერ დეტალურ მისიის ანგარიშთან ერთად. ამ ანგარიში აღწერილია, რომ უცნობი ობიექტი გადაადგილდებოდა საათში დაახლოებით 80 მილის სიჩქარით ოკეანის ზედაპირის ახლოს და ხასრულებდა მრავალ 90 გრადუსიან მოხვევას. ინტერნეტის ყველაზე ცნობილი UAP და UFO ექსპერტები და ანალიტიკოსები ამ ვიდეოს მიიჩნევენ ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავად, თუ არა ყველაზე შთამბეჭდავად მთელ მასალებში. და ადვილი გასაგებია რატო. ვიდეო თითქმის 3 წუთი გრძელდება და ყველაფერი მაშინვე იწყება, როცა პატარა ობიექტი ჩნდება კადრის ქვედა მარცხენა კუთხეში. შემდეგ ის მკვეთრად 90 გრადუსით უხვევს, მარცხნივ სწრაფად მიქრის, მიუხედავად იმისა, რომ კვლავ მაღალი სიჩქარით მოძრაობს. შემდეგ როგორც ჩანს მოულოდნელად ჩერდება, სანამ ისევ თავისკენ შემოbrunდება. შემდეგ წამებში ხედავთ, როგორ აგრძელებს ობიექტი ეკრანზე მოძრაობას. მიდის მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ, ზევით და ქვევით. ის მუდმივად ჩერდება და მოულოდნელად ცვლის ფრენის მიმართულებას. კამერა აფიქსირებს ობიექტს, რომელიც შემდეგ წვეთს არასტაბილურ მოძრაობას და გარკვეული დროით პირდაპირ ხაზზე აგრძელებს მოძრაობას, სანამ მოულოდნელად არ გაქრება ხედვიდან. სკეპტიკოსები ვარაუდობენ, რომ მკვეთრი მოხვევები, მოულოდნელი მიმართულების შეცვლები და მუდმივი სიჩქარე შეიძლება მიუთითებდეს დრონზე. სხვა ადამიანები კი ამბობენ, რომ ობიექტის ქცევა და ის თუ როგორ ქრება ჰაერში შეიძლება მიუთითებდეს, რომ საქმე გვაქვს რაღაც უცხოპლანეტურთან. შემდეგ მოდით ვისაუბროთ ვიდეოზე, რომელსაც ყოფილი აშშ-ის საზღვაო ძალების ადმირალი აბსოლუტურად გამორჩეულად მიიჩნევს. მეორე ნომერი PR-48 არის 1 წუთიანი და 39 წამიანი ვიდეო, რომელიც აშშ-ის სამხედრო პლატფორმაზე დამონტაჟებულმა ინფრაწითელმა სენსორმა დააფიქსირა.
ის ჩაიწერა 2024 წლის რომელიღაც მომენტში, სავარაუდოდ ქარის ელექტროსადგურზე, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში. პენტაგონის აღწერა ამ ვიდეოსთვის საკმაოდ მოკლეა და აღნიშნავს, რომ კამერიდან შორს ჩნდება კონტრასტული ზონა, რომელიც სუსტად მოციმციმე თეთრი სფეროს სახით ჩანს. აქ მთავარი ის კი არ არის, როგორ გამოიყურება, არამედ როგორ მოძრაობს. პატარა სფერო ქარის ელექტროსადგურში დაფრინავს და ტურბინებს შორის თითქოს დიდი სიჩქარით მიიკვლევს გზას. ბოლოს ის მიაღწევს, ბოლოს და უკან ბრუნდება. ყოფილმა კონტრადმირალმა თიმოთი გალაუდეტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს ვიდეო აუხსნელია, მაგრამ ეს არ შეუშლია ხელი ონლაინ ანალიტიკოსებს, რომ ეცადათ მისი გაშიფრა. სკეპტიკოსების მხარეს მყოფები ამტკიცებენ, რომ ეს ობიექტი მარტივად შეიძლება იყოს დრონი და ინტერნეტი სავსეა მაგალითებით, სადაც ადამიანები თავიანთ დრონებს ქარის ელექტროსადგურებში მართავენ. თუმცა ანალიტიკოსებმა სწრაფადვე უპასუხეს ამ არგუმენტს. ისინი აღნიშნავენ, რომ ზღვაში მდებარე ქარის ელექტროსადგურებში ტურბინები ან წისქვილები, როგორც წესი, ერთმანეთისგან რამდენიმე 100 ფუტზე მაინც უნდა იყოს დაშორებული. ობიექტი ერთი ტურბინიდან მეორეზე დიდი სიჩქარით გადაადგილდება. ზოგიერთი ვარაუდობს, რომ ის შეიძლება ხმის სიჩქარეზე სწრაფადაც კი მოძრაობდეს, რაც ნებისმიერი კომერციული დრონის შესაძლებლობებს ბევრად აღემატება. მაშ, რა არის აქ რეალური ახსნა? ზოგმა ანალიტიკოსმა ვიდეოს უფრო ღრმად შეისწავლა და სტაბილურად და კადრი-კადრად გაანალიზა. ისინი ამტკიცებენ, რომ სიჩქარე და არარეგულარული მოძრაობები ყველაზე მეტად ოპტიკური ილუზია, რომელიც გამოწვეულია იმით, თუ როგორ იყო გადაღებული ეს ვიდეო მასალა. მათი აზრით, ობიექტი სინამდვილეში საკმაოდ სწორ ხაზზე მოძრაობს და ის ბევრად უფრო შორსაა ტურბინებისგან, ვიდრე ჩანს. ნომერი 1. ეხლა მივედით მთელი ამ მასალის ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ ვიდეომდე და იმ ვიდეომდე, რომელიც ყველაზე მეტად გამოირჩევა. ფაილი PR38. ამბობენ, რომ ის დაფიქსირდა და ინფრაწითელი სენსორით 2013 წელს. არც ზეპირი და არც წერილობითი აღწერა არ იყო მოცემული, მაგრამ პენტაგონმა სცენას თავისი მოკლე აღწერა დაუხტო. მოკლე აღწერაში ნათქვამია, რომ თითქმის 2 წუთიან ვიდეოში დასაწყისშივე ეკრანზე ჩნდება რაღაც, რომელიც 8 წვერიან ვარსკვლავს გავს, რომლის კიდურებიც სხვადასხვა სიგრძისაა. ვიდეოს გაგრძელებისას ეს უცნაური ვარსკვლავის ფორმა ეკრანზე უჩვეულო მოძრაობებით გადაადგილდება. ზოგჯერ ჩანს, თითქოს ნელა მიედინება ერთ მიმართულებით, სანამ მოულოდნელად მკვეთრ შემოტრიალებას გააკეთებს სხვა მიმართულებით. პენტაგონის ანგარიში ასევე აღნიშნულია, რომ ამ ფორმას, როგორც ჩანს, საკუთარი ხილული კვალი აქვს. ვიდეოს შუაში ეკრანზე მეორე, ბევრად დიდი ფორმა ჩნდება. ის ერთ-ორჯერ ხედვიდან ქრება და ისევ ჩნდება, სანამ საბოლოოდ არ გაუჩინარდება. მალე ამის შემდეგ 8 ქიმიანი ვარსკვლავის საბოლოოდ ჩქარდება და კადრის ზედა ნაწილიდან ქრება, სანამ ვიდეო დასრულდება. ამ ვიდეომ ფაილის გამოქვეყნების შემდეგ ინტერნეტში დიდი აფრთხილება და დებატები გამოიწვია. ზოგიერთი მაყურებელი გასაგებად შეშფოთდა ესეთი უცნაური ფორმის დანახვით, რომელიც არაბუნებრივად მოძრაობს. თუმცა დაკვირვებულმა ანალიტიკოსებმა მალე იპოვეს ლოგიკური ახსნა მთელი ვიდეოსთვის. მათი თქმით, რასაც ჩვენ ხედავთ, არ არის მოწინავე უცხო პლანეტელთა ხომალდი, არამედ პარაშუტიანი მაშხალა, რომელიც კონფლიქტის ზონებში გამოიყენება. საპარაშუტო მაშხალები ჰაერში ისვრება და ისინი ნელა ეშვებიან პატარა პარაშუტებით. იმის გამო, რომ ისინი ძალიან მაღალ ტემპერატურაზე იწვის, ინფრაწითელი კამერები ხშირად ამახინჯებს მათ ვარსკვლავისებურ ფორმებად სითბური დამახინჯების გამო, რაც ემთხვევა იმას, რასაც ჩვენ ხედავთ ვიდეოში. ეს შეიძლება ასევე ხსნიდეს მეორე ობიექტს, რომელიც სუსტად პარაშუტს გავს. იმის გამო, რომ საპარაშუტო მაშხალები მსუბუქია, ქარი მათზე ადვილად მოქმედებს. ეს ასევე ახსნიდა, რატომ მოძრაობს ვარსკვლავი თითქოს შემთხვევით მიმართულებებში. ისევე როგორც სხვა ჩანაწერებში, შეიძლება არსებობდეს რაციონალური ახსნა, მაგრამ საკმარისი ბუნდოვანებაა იმისთვის, რომ ხალხს კვლავ გაუჩნდეს კითხვა, რას უყურებენ სინამდვილეში. ეს კიდევ უფრო დიდ კითხვას ტოვებს. მარფა მარტო არ თუ სასრულო დიდ და ცარიელ სამყაროში, თუ კიდევ რაღაც არსებობს იქ. შემდეგი დოკუმენტების გამოქვეყნება შეიძლება უფრო მეტ პასუხს მოგვიტანოს, ან კიდევ უფრო მეტ კითხვას. და თუ ეს დანახვები უკვე შემაშფოთებლად გეჩვენებათ, ყველაზე შემაძრწუნებელი შემთხვევებიდან ზოგიერთი უკავშირდება მკაცრად გასაიდუმლოებულ ობიექტებს. გაიგეთ მეტი ვიდეოში. სამხედროები ვერ ხსნიან ამ ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს, აშშ-სა და რუსეთის ბირთვული იარაღის ობიექტებზე. ან უყურეთ ამას მისდაცვად.